და დადგაჯერი ვისაუბრო უდიდეს, უდედოფლურეს, უმეფურეს, უძვირფასეს, უმნიშვნელოვანეს ქმნილებაზე, ლომებზე და ლომებო. აი ამდენს რომ მიწერდით ხოლმე კომენტარებში არავინ ისი არ აქტიურობდა. ვაიმე ლომზე როდის იქნება? ლომზე როდის ჩაწერ ვიდეო? ანუ ეხლა იმიტომ რომ აი სასწაული ადამიანები ხართ, ვერ ხო თქვენი სიკეთით გამოირჩევით, აი არ ვიცი, ანუ დედამიწის ცენტრი, გული არის თქვენი გული, ანუ ძალიან მაგრები ხართ და იმდენად მეფურები, დედოფლურები, ადეკვატურები, მნიშვნელოვნები, აი ლომები ხართ მართლაც და აი თქვენ დაბადებულები ხართ, აი გამეფებისთვის, რაღაცა გადედოფლებისთვის, სიკეკლუცისთვის, სინარნარისთვის, სიშრიალისთვის, ყველანი ეს ამისთვის ვართ დაბადებული, მაგრამ ლომები არიან რაღაცა აი ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები ყველა საქმეში, იმიტომ რომ გულიანი საქმე იციან. გულიანად აკეთებენ საქმეს, გულიანად იციან ჭამა, გულიანად იციან დალევა, გულიანად იციან სიყვარული, გულიანად იციან აი ყველაფერი, ემოცია და ასე შემდეგ. ლომებო, თქვენ ხართ ძალიან მაგრები. ლომის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თვისება არის, რომ უყვარს ლიდერობა, შეუძლია რომ პასუხისმგებლობა იყოს ნებისმიერ საქმეში, ნებისმიერ სიტუაციაში, ნებისმიერ მდგომარეობაში, ასევე შეუძლია რომ მისი ეს რაღაცა სიტუაცია ძალიან გამოაკეთილშობილოს ნებისმიერ ადგილას. რამდენი ქველმოქმედი ადამიანი არის ლომის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანი, იმიტომ რომ ძალიან მეფურობასთან და აი ამ ყველაფერთან ერთად აქვს ძალიან დიდი სულგრძელობა, სიკეთე, ემპათია და სხვა ადამიანების მიმართ ძალიან დიდი პატივისცემის გრძნობა. უყვართ სწავლა, თუ სწავლა არ უყვართ, აუცილებლად ძალიან ბევრს მიაღწევენ მაინც ცხოვრებაში, იმიტომ რომ უყვართ პირველობისკენ სწრაფვა, უყვართ ის რომ მაგრები არიან, უყვართ ის რომ ყურადღების ცენტრში არიან, რომ მის ირგვლივ ტრიალებს სამყარო. ამიტომაც ეს არის ლომის დახასიათება, ის რომ მას შეუძლია ძალიან მაგარი იყოს ნებისმიერ სიტუაციაში. მას შეუძლია ძალიან ბევრი გააკეთოს საკუთარი თავისთვის და სხვებისთვის. მას შეუძლია დაეხმაროს ნებისმიერ ადამიანს. მას შეუძლია იყოს მიმტევებელიც, მეამბოხეც, ძლიერის, ლიდერის და აი ეს თვისებები ბევრს შეიძლება ერთდროულად არ ჰქონდეს. და აი ამ ადამიანს, აი ლომის ნიშნის ქვეშ დაბადებულს ნებისმიერს აქვს ეს სულგრძელური თვისებები, რომელიც მას ძალიან ბევრ ამაში ეხმარება. მას ძალიან ბევრ ამაში სწორად კვებავს და სწორი მიმართულებით ანიშნებს რაღაცა ამბავს. ამიტომაც კი ლომები ხართ ძალიან მაგრები, იმპულსურები კი ხართ და ცოტა აფექტურები, მაგრამ აბსოლუტურად ხართ ძალიან მაგრები, იმიტომ რომ თქვენი საქმის პროფესიონალი ხართ და რასაც ხელს მოკიდებთ, არ არსებობს რომ არ გამოგივიდეთ. ეგრე გააგრძელეთ და ჩემი პატივისცემა თქვენ ჩემგან.